ბოლო რამდენი ხანია ორ კვირაზე მეტია ხო? აი უამრავი ყველა შესაძლებელი შეკითხვა დაისვა მიმდინარე პროცესთან თუ მოსალოდნელ მოვლენებთან დაკავშირებით. აი უბრალოდ მოგვიყევით ახლა აი რა პროცესი მიმდინარეობს თქვენს პარტიაში. სამუშაო პროცესს გულისხმობ რა თქმა უნდა. თქვენც რომ რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა რეფორმების საბჭოს შექმნა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, უბრალოდ რამდენიმე დღის წინ განაცხადა მან რომ ამ რეფორმების საბჭოს თვითონ ხელმძღვანელებს და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია ამ ფაქტში ის რომ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ გაურბის პასუხისმგებლობებს მიუხედავად იმისა რომ ციხეშია იზოლირებულია და ივანიშვილს ყავს უკვე მე-6 წელიწადია პატიმრობაში მას არ ახასიათებს ის რაც ახასიათებს ბიძინა ივანიშვილს რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობები ყოველ მუდმივად გადააკისროს პოლიტიკურ თავებს როგორიცაა ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ასე შემდეგ. რაც ხდება დღეს რეფორმის ამაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მაგალითად მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და ღიად დაწერა რომ ასეთ კრიზისში როგორიც მისი პოლიტიკური პარტია, ეს პარტია არასდროს არ ყოფილა და დაანონსა დიდი რეფორმა. არ ვთქვამს რომ ამაში მე ვარო დამნაშავეობ და მთელს პასუხისმგებლობას ჩემზე ვიღებო. არც სავარაუდო აი ამ პროცესში, არ ვიცი, პასუხისმგებლობის მქონე პირები გამოუკვეთავს. ის რაზეც მე ვსაუბრობ კონტექსტი აბსოლუტურად განსხვავებულია ჩემი აზრით. მე ვსაუბრობ იმაზე რომ რეფორმების საბჭო, რომელიც ახლა იქნება პარტიის ირგვლივ, უხელმძღვანელებს ამას მიხეილ სააკაშვილი. აქამდე რაც ხდებოდა, იცით თქვენ რომ მიხეილ სააკაშვილი არის იზოლირებული, უკვე მე-6 წელია არის პატიმრობაში და შესაბამისად ის ობიექტურად ვერ იქნება ისე მათ შორის ფორმალურად ვერ იქნებოდა ფორმალურად ჩართული. ჩვენ არ უარყოფთ მიხეილ სააკაშვილის ზოგიერთი ამბობს რომ რაღაცა აქამდე არ იყო, აი შემიძლია გულწრფელად გასა, აქამდე არ იყო, აი დაანონსებულ, ასე ვთქვათ, ცვლილებებამდე მიხეილ სააკაშვილი არ იყო აქტიურად ჩართული პარტიის მართვის პროცესში? გეტყვით, მიხეილ სააკაშვილს რომ აქვს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობაზე გავლენა, ეს არც არასდროს არც გვიუარყვია ჩვენ. ასეთი გავლენა სხვას არავის აქვს, ღიად ამბობენ. შეგვიძლია ასე ვთქვათ? იცით რა, მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის სულისჩამდგმელი და დამფუძნებელი. შესაბამისად ის რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ამ პარტიაზე გავლენა ეს არავის არ უარყვია ჩვენი მხრიდან. ამიტომ ხომ არ ვცდებით ხო ჩემს შეფასებებში. მე მგონია რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, აზრი, იდეა, გადაწყვეტილება აქამდეც იყო უპირატესი. რა თქმა უნდა არის და იქნება გათვალისწინებული. ამას არ უარყოფთ ჩვენ განსხვავებით ქართული ოცნებისგან. ის რომ ნაციონალურ მოძრაობაში მათ შორის არის განსხვავებული აზრი. თქვენ ნახეთ რომ ზოგიერთი ადამიანის მხრიდან მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრის მხრიდან მოხდა ამ შემთხვევაში და მასშტაბები განსხვავებული ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა ეკისრება მთელი ქვეყნის მართვაზე და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობა ეკისრება ან შეიძლება მოსთხოვო საკუთარი პარტიის მართვაზე. მოდი ესე მიუბრუნდეთ მაშინ საკითხს რადგან ესეა ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მიხეილ სააკაშვილი არ გაურბის მათ შორის პარტიულ პასუხისმგებლობებს რაზეც გვაქვს ჩვენ საუბარი, ასევე მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რეფორმების საბჭოს ფორმირებასა და დაკომპლექტებაში იქნება აქტიურად ჩართული. რაც შეეხება თქვენს კითხვას. იმაზე უფრო აქტიურად ვიდრე აქამდე იყო, ანუ როგორ მისი სტატუსი ხო არ იცვლება, იგორ თუ რამე იცით გითხარით, იმიტომ ფორმალურად ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალებაზე მიდის საუბარი და სააკაშვილთანაც თუ იცვლება რამე უკეთესობის ეს საბოტაჟი ჩვენ თუნდაც ვამბობთ ახლა რომ საბოტაჟის საქმე მიმდინარეობს პირიქით დამძიმდეს კი მისი ამ ხრივ მისი პატიმრობის მდგომარეობა, თუმცა რაზეც გვაქვს ჩვენ დღეს საუბარი ის რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს საკუთარ პარტიაში გავლენა ეს არასდროს არ გვიუარყვია განსხვავებით. ეს გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება რეფორმატორთა საბჭოს საშუალებით. კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული. კი, როგორც თვითონ ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული პარტიის ფორმირების პროცესში. ანუ მასზე ყოფილა ეს დამოკიდებული და არა გარეშე პირებზე პარტიაში, რომლებიც პარტიის სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ. ანუ ესე წარმომიდგენია. რატო ისაუბრა ეხა ქართულ ოცნებასთან განსხვავებებზე
ნაციონალურ მოძრაობაში. იმიტომ რომ თქვენ ნახეთ რომ ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი მოყვა მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, ხო? მათ შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. თქვენ გინახავთ სადმე მსგავსი რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე პოზიცია დაიფიქსირებინა და მისი საწინააღმდეგო პოზიცია დაიფიქსირებინა ქართული ოცნების წარმომადგენლებს. თუ არ იქნებოდა ეს შემთხვევითობა და თუ შემთხვევით დაუპირისპირდებოდნენ მათ ლიდერს, ძალიან ცუდად თავდებოდა თითოეული მათგანისთვის. ამაზე გვაქვს საუბარი. ხო, რამდენად მწვავე იყო, არ ვიცი, ეს ახლა შეფასების საგანია, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვა სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გამოვიდა და არ თქვა რომ პარტიაში კრიზისიო, მანამდე ასეთი რამ არც ერთ პარტიის ხელმძღვანელს არ დაცდენია. მე ყველა ერთად გამოვიდა და დაეთანხმა რომ უიო, კიო, კრიზისიაო და 2-3 კაცში მიიღება გადაწყვეტილებაო და არავის ეს 2-3 კაცი არ დაუსახელებია იმისათვის რომ თუკი მანკიერი სისტემა არსებობდა მმართველობის პარტიაში ამ ადამიანებისგან გათავისუფლდნენ. მმართველობის მანკიერ სისტემაზე არ იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საუბარი, მოდი ასე ვიტყვი, პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას რომ უდგას. ნაციონალურ მოძრაობას რომ უდგას მძიმე გამოწვევები, მათ შორის 2024 წლის შემდეგ არის ძალიან ლოგიკური, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობამ თქვა უარი სახელმწიფო დაფინანსებაზე, ნაციონალურ მოძრაობამ თქვა უარი მანდატებზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში ნაციონალურ მოძრაობამ თქვა უარი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს თქვენთვის ცნობილია. შესაბამისად, ის რომ დღეს პარტიაში არის მსგავსი ტიპის გამოწვევები და ამას ჭირდება რეფლექსირება და რეფორმა, ამაში არაფერი გასაკვირი არ უნდა იყოს. რაღაცა ვეძებთ დამნაშავეებს ამ პროცესში, მაგრამ ალბათ დრო თვითონ ყველაფერს და ყველას თავის არ ვეძებ, თუმცა ის რაზეც იყო საუბარი, უფრო მიუძღვის ვინ არ შეძლო უფრო მეტი, მაგრამ მე მგონია რომ აი ყრილობა განსაკუთრებით ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და ყველას გამოაჩენს. რეფორმირების საბჭო და დაანონსებული ყრილობა, ხო, რომელიც ამ თვის ბოლოს უნდა გაიმართოს. თუ რეფორმირების საბჭოს თვითონ მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელებს და შესაბამისად ის თავად დააკომპლექტებს და ვიცით რომ დამოუკიდებელი ორგანო იქნება, ანუ არჩევნებზე რა გადაწყვეტილებების მიღება უნდა არჩევნებმა ვინ უნდა აირჩიოს? თქვენ გულისხმობთ შიდა პარტიულ არჩევნებს, რომელიც ერთ თვეში გამოცხადება. მოდი მაშინ ესე გავყვეთ საკითხს, რადგან გავიგოთ სწორად რა იგეგმება რეალურად ნაციონალურ მოძრაობაში. ცხადდება 6 თვიანი გარდამავალი პერიოდი, სადაც პარტიას ეყოლება ალბათ დროებითი, მმართველობითი საბჭო, რა დაერქმევა ამ ორგანოს, ალბათ ყრილობაზე გავიგებთ უკეთესად, მათ შორის ყრილობაზე გავიგებთ რეფორმების საბჭოსთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის ალბათ შემადგენლობასაც, რაც მედიებისთვის და საზოგადოებისთვისაც იქნება საინტერესო და ის, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღესაც დააფიქსირა სასამართლო პროცესზე, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა უნდა იქცეს ისევ სახალხო მოძრაობად, როგორი სტრუქტურით, როგორი ფორმით იქნება ეს მოძრაობა წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე, ამას გავიგებთ ყრილობაზე უკეთესად. ამაზე გვაქვს საუბარი. ანუ ორი მმართველობითი ორგანო ექნება ნაციონალურ მოძრაობას რეფორმების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელებს მიხეილ სააკაშვილი და ჯერ თქვენ არიცით. რომლის აღმასრულებელი დივანი იქნება ასევე ნანუკა ჟორჟოლიანი. ნანუკა ჟორჟოლიანი. ანუ ორი კაცი ამ შემადგენლობიდან საბჭოდან იცით. ხო, ცნობილია. საზოგადოებისთვისაც ცნობილია. ინფორმაცია თქვენ არ გაქვთ. მოდი ისე ვიტყვი, რომ საზოგადოება მეც გაიგებს ყრილობაზე აუცილებლად. კი ბატონო. ამას ჭირდება დრო, ფორმირება, შიდა კონსულტაციები და ასე შემდეგ. მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები, რომ პარტიიდან იყვნენ ადამიანები აი ამ რეფორმირების საბჭოში წარგზავნილი თუ როგორც ჩვენ გვითხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უფრო შესაძლებელია გარეშეტი ადამიანები მოიყვანონ, ვისაც არ აქვს რაიმე პოლიტიკური წარსული, მაგრამ პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურია. აი რეფორმების საბჭოში როგორი ადამიანები უფრო შეიძლება ვიხილოთ? საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები უკვე, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ აქამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაწილი. ხოლო როგორი ფორმით იქნება კიდევ ერთხელ გეუბნებით წარმოდგენილი, ამას უფრო დეტალურად გავიგებთ
ყრილობის გავიგე, ანუ პარტიული ტიპები ნაკლებად იქნებიან აი ამ ლოგიკურად ვშელობ, ნახე თუ კი დროებითი მმართველობითი ორგანო უნდა აირჩიოს ყრილობამ, ხო? აი ეს დროებითი მმართველობითი ორგანო, რომელიც 6 თვის განმავლობაში პარტიას უხელმძღვანელებს და გაუძღვება ამ გარდამავალ პერიოდს, აი იქ უფრო წარმომიდგენია სწორედ თქვენი პარტიის წევრებისგან შემდგარი რაღაცა ესეთი მმართველი ჯგუფი და რეფორმირების საბჭო, რომელსაც კონსულტაციები უნდა გასცეს, შესაძლებელია აი ამ დროებითი საბჭოსთვის, უფრო ალბათ იქნება ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებული, ვისაც აქამდე აქტიური შეხება ნაციონალურ მოძრაობასთან, ყოველ შემთხვევაში პარტიული თქვენი პარტიის წევრი არ ყოფილა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნაციონალურ მოძრაობაში იგეგმება თავმჯდომარის არჩევნებიც, მათ შორის 6 თვის შემდეგ და ეს არ იქნება მხოლოდ თავმჯდომარის არჩევნები. მათ შორის რეფორმების საბჭოდან შემოგვიერთდებიან ადამიანები და ამას მე არ ვაანონსებ, უბრალოდ ამას გაიგებთ თქვენ ყრილობაზე და ის რა სტრუქტურით, რა ფორმით, იმიტომ რომ თქვენ მეკითხებით ეხლა მე გეკითხები, მე რაც კითხეთ, თქვენ პირიქით მიპასუხეთ, რომ რეფორმების საბჭოდან აქეთ შემოგვიერთდებიან ადამიანები. მე პირიქით გეკითხებით. თქვენგან თუ იქნება მიიღებს მონაწილეობას ვინმე აი ამ რეფორმების საბჭოში. ეხლა მიმდინარეობს სამუშაო პროცესში ასეთი საკითხების განხილვა? რა თქმა უნდა, ბოლომდე ფორმირებული არ არის, ეს რომ ბოლომდე ფორმირებული იყოს, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას ყრილობის ჩატარებაც არ გაუჭირდებოდა. თავის თქვენით რომ მრავალათასიანი ყრილობები ჩაუტარებია ამ პარტიას და ყრილობის ჩატარება არ არის პრობლემა. პრობლემა კრიზისის დაძლევა, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობა აღმოჩნდა. თუ კი ნაციონალურ მოძრაობის არსებულმა ხელმძღვანელობამ რეფორმების საბჭო. ნახე ლოგიკურად ვიმუშავოთ რა. მე რასაც მეკითხებით, მესმის აბსოლუტურად კრიზისში იგივე მმართველობითი ორგანო, ან იგივე ადამიანები მმართველობით ორგანოში ამ კრიზისიდან როგორ გამოიყვანენ? მიხეილ სააკაშვილის ტექსტიდანაც აიკითხეთ. და როგორ გაიაზრა და გაიგო ეს საზოგადოებამ, თუმცა მე ესე გავიგე, რომ ობიექტურმა მოცემულობებმა მათ შორის და ზოგადად ქვეყანაში შექმნილმა კრიზისმა შექმნა კრიზისი ნაციონალურ მოძრაობაში, რასაც ჭირდება აუცილებლად რეფლექსირება პარტიის მხრიდან და ის, რასაც თქვენ მეკითხებით, იქნება ამ იმაში რეფორმების საბჭოში იქნებიან პარტიული წარმომადგენლები თუ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. ამაზე კიდევ უფრო მკაფიოდ გასცემს პასუხს ყრილობა და ასევე გეუბნებით, რომ როგორც არ უნდა იყოს რეფორმების საბჭო წარმოდგენილი და პარტიული ორგანო, კოორდინირებული მუშაობა იქნება ორივეს მხრიდან. ეს არის მთავარი მიზანი. ეს საკითხი დავაზუსტოთ. კარგი, მივედით ყრილობამდე და ყრილობა აირჩევს დროებით მმართველ ორგანოს? დიახ. ყრილობა აირჩევს დროებით მმართველ ორგანოს. შესაბამისად ამ დროებით მმართველ ორგანოში იქნებიან ადამიანები წარმოდგენილი საკუთარი პარტიული თანამდებობებით, როგორც აქამდე იყო, ოღონდ ეს იქნება, ასე ვთქვათ, ისევ დროებითი მათი ისევ დეტალიზაციაზე მივდივართ. ხო, ან დროებითი თავმჯდომარე უნდა გყავდეთ? არა. დროებითი, ასე ვთქვათ, პოლიცსაბჭოს აღმასრულებელი მდივანი უნდა გყავდეთ? რაღაცები ფორმალურადაც ანუ წესდება მათ შორის პარტიული წესდება, რასაც არეგულირებს საქართველოს კანონი, კონსტიტუცია. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება როგორ განისაზღვრება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თუმცა პარტიის საბოლოო ფორმირება, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, იქნება ამ 6 თვიანი გარდამავალი პერიოდის შემდგომ. ის რაც ამ 6 თვეში მოხდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ შიდაპარტიული არჩევნებისთვის მზადება. მათ შორის ეს ორგანო, პარტიული ორგანო, რომელსაც ჩვენ გვაქვს საუბარი და რომელსაც აირჩევს ყრილობა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამაზე მეტ დეტალიზაციას მე უბრალოდ ვერ მოვახდენ ყრილობამდე. იმაზე ხო შეგიძლიათ მაინც მიპასუხოთ, ამაში ნამდვილად იქნებით ჩამოყალიბებული, რომ აი ამ 6 თვის განმავლობაში გარდამავალ პერიოდში ორი მმართველობითი ორგანო ეყოლება ნაციონალურ მოძრაობას, რომლებიც ერთმანეთთან აი როგორი თანამშრომლებენ თქვენ გითხარით. ესე ვერ ვიტყოდი, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმაც თქვა, ამ რეფორმების საბჭოში იქნებიან საზოგადოების ცნობილი ტიპები, პირები, რომლებიც არ იქნებიან მათ შორის პარტიულები. მაგრამ როდესაც ჩვენ გააკეთონ ამ ადამიანებმა ეს გავიგე, ანუ რომ ვერ მეუბნებით ვინაობას, ეს შემიძლია გაგიკოთ, მაგრამ მათი ფუნქცია და ურთიერთთანამშრომლობა
დაბის ასე ვთქვათ პრინციპი რაზე იქნება? ამას პროცესში დავინახავთ, მაგრამ რა უნდა მოხდეს? სპონტანურად მოხდება ეს რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამას რეფორმირების საბჭო მოინდომებს რომ რაღაცა შეხვედრა გამართოს და კონსულტაციები გასცეს. არა, ამ ფორმით არ იქნება თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა იქნება, კოორდინაცია იქნება, მათ შორის რა უნდა მოხდეს ნაციონალურ მოძრაობაში, როგორ ვხედავ მე, ანუ ხშირად საუბრობენ მათ შორის თქვენი ტელევიზიიდანაც, სხვა ტელევიზიიდანაც, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვიღაცა ამ რეფორმება გვერდზე შეიძლება გაწიოს ან რაღაცა კონფლიქტი შეიქმნას პარტიაში, თუმცა ეს ესე არ არის და ეს ესე არ იქნება. თუმცა ის რომ ახალი ადამიანები შემოვლენ ნაციონალურ მოძრაობაში, ეს იქნება ძალიან კარგი და ჩვენ ამისთვის გვაქვს ძალიან მაღალი მიმღებლობა და არც სიმართლე გითხრათ, აქამდე არ ქონია ამ პარტიას ამის პრობლემა, მაგრამ კიდევ უფრო გაიზრდება ამ ადამიანების რიცხვი, კიდევ უფრო მეტ ადამიანს და ახალ ადამიანს გაიცნობს საზოგადოებას და მედიაც. მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უკვე ამ პარტიაში არიან. უკვე ამ პარტიაში არიან და წარმოადგენენ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელსაც წარმოადგენენ სიამაყით მეც და ეს ადამიანები სონს აკეთებს მიხეილ სააკაშვილი როგორც ჩასწორებული ახალგაზრდებს ახლა რა შეიძლება ასე ვთქვათ პარტიულ თანამდებობაზე მყოფ თქვენს ლიდერებს ისინი ამბობენ რომ მათთვის არ არის მთავარი პარტიული თანამდებობა, ისინი მზად არიან პარტიას ემსახურონ და უერთგულონ როგორც რიგითმა წევრებმა, ამასაც დრო გამოაჩენს ძალიან თან სწრაფად გარბის დრო და იმედია რომ ისინი საკუთარი აი ამ სიტყვების ერთგულები დარჩებიან და მავანს უნდოდეს რომ და მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებს რომ ნაციონალურ მოძრაობაში იყოს კონფლიქტი, მაგრამ მე ამის საფუძველს ნამდვილად ვერ მივცემ და ვერ გავახარებ ამ ადამიანებს და ქართული ოცნების მესვეურებს ზოგადად, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რომ ნაციონალურ მოძრაობის ირგვლივ შექმნან რაღაცა სკანდალი და გაუგებარი სკანდალები, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ორგანო, რომელიც იქნება რეფორმების საბჭოსთან მოქვს დაკავშირებით მოქვს საუბარი, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის კოალიცია ხალხთან, მათ შორის ისეთ ხალხთან, რომლებიც არ არიან პარტიულები დღესდღეობით, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ პარტიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ფართო საზოგადოებას არ გაუცნია. მათ შორის არიან ჩემი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მე სახელები და გვარები. მიხეილ სააკაშვილის კოალიცია ხალხთან. აქამდე იყო ხოლმე ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშია, ხო? ეს ყველაფერი ემსახურება სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გეუბნებით რა, აი ხა რაც არ უნდა ვეძებოთ ამ სიტყვების შიგნით და ირგვლივ ვერაფერს განსხვავებულს ვერ ვიპოვით. ეს ყველაფერი სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილს თქვა, რომ ემსახურება ნაციონალური მოძრაობის მიხეილ სააკაშვილი იქნება ლოკომოტივი და ჩაიბავს თან ნაციონალურ მოძრაობას. და ამაში რა არის ან სათაკილო ან არა, არანაირი ასე ვთქვათ. ჩვენ არ უარყოფთ რომ თავარი ლიდერი ამ პარტიის არის მიხეილ სააკაშვილი. განსხვავებით კიდევ ერთხელ ვამბობთ ქართული ოცნებისგან. ეს აქამდეც იყო, მაგრამ როგორც ჩანს ახლა სხვადასხვა მანქანებით მისი როლი წინა პლანზე ხო, ამას გულისხმობდი იქ თორე არანაირი ასე ვთქვათ ჩასაფრებულის პოლიცია არანაირი არა მესმის, მე ამას საერთოდ ვერ ვხედავ. აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ პოლიტიკურ პარტიებში მიმდინარე პროცესების მიმართ. ახლა მე სუბიექტურად მეკერძოებული ვარ, მაშინ როდესაც საქმე ჩემს ქვეყანას ეხება, თორე რაც შეეხება შიდა პარტიულ საკითხებს, ვისიც არ უნდა იყოს მმართველის, ოპოზიციის თუ ასე შემდეგ, ვარ აბსოლუტურად ასე ვთქვათ მიუკერძოებელი. კი ბატონო, ის რომ გავუმარტოთ კრიზისი, ანუ ხშირად ისმის ეს სიტყვა ნაციონალური მოძრაობის, კიდევ ერთხელ ავხსენი რომ კრიზისი და ზოგადად გამოწვევები, ესე ვიტყოდი, მე ესე დავარქმევდი, რომ გამოწვევები გამოიწვია იმ მოცემულობამ, რაც ქვეყანაში დღეს დგას, მათ შორის მე ვიქნები თვითკრიტიკული პირველ რიგში, არავის არ გავაკრიტიკებს ჩემი საკუთარი თავის გარდა. მათ შორის ის რომ 2024 წლის არჩევნებზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც საპროტესტო მოძრაობაში იყო მანამდე ჩართული, არ მივიდა 2024 წლის არჩევნებში. ესე იგი, მხოლოდ ქართული ოცნების რეპრესიები კი არა, რომელიც ახალგაზრდებზე კიდევ უფრო ნაკლებად მოქმედებს. მხოლოდ მათ შორის
ჩემი წილიბერალეულობაც არის. აი რა დააკელით, სად მოადუნეთ ყურადღება. ხო და რა? მათ შორის ახალგაზრდებთან იდენტიფიცირებული პრობლემები, ხა თქვენ თუ იმას იკვლევთ. არა, თუ დამასრულებინეთ, რა თქმა უნდა გეტყვით, იმიტომ დავიწყე ამაზე საუბარი, რომ დამასრულებინა, ხო? მათ შორის ის, რომ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის ფორმები არის შესაძლებელი, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის მხრიდანაც და არა მარტო, მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც შესაძლებელია ამ ადამიანებთან მიდგომა, კომუნიკაცია, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ მათ შორის თბილისის ოფენ ერაზე ვიყავი და მქონდა შესაძლებლობა, რომ საერთოდ სხვა ადამიანებს გავსაუბრებოდი ჩემთვის და ახალგაზრდებს. ეს ადამიანები დღეს არ არიან მზად, რომ საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთონ. ეს ადამიანები, იმიტომ კი არა რომ რამის ეშინიათ, მართლა არ ეშინიათ, იმიტომ რომ ყველა ესეთი ადამიანი წინა ხაზზე იდგა აქციებზე და მათ შორის, რა ვიცი, ზოგი დაიჭირეს, ზოგს ხელი ურტყეს, ზოგზე იძალადეს და უამრავი რეპრესია გამოიარეს. კიდე დავასრულებ და შემდეგ ჩამეკითხეთ თუ შეიძლება. ესე იგი რაღაც კომუნიკაციის ფორმა გვაქვს შესაძლებელი ამ ადამიანებთან, რადგან არ არიან მზად რომ საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთონ, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ, რომ მათი უმრავლესობა არ მივა არჩევნებზე, იმიტომ რომ ნიჰილიზმია ამ ადამიანებში გამეფებული, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ გვაქვს მათი პრობლემები იდენტიფიცირებული, მათ შორის ეს არის ის, რომ მათი პროფესიონალიზმი, შრომა, განათლება ამ ქვეყანაში არ ფასდება და ეს მათ ძალიან კარგად დაინახეს, როდესაც ხედავენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი დაუსვეს პრეზიდენტად და განათლების მინისტრად დაუსვეს ადამიანი, რომელიც ვერ არჩევს ვეფხისტყაოსანს და ვეფხისტყაოსანს და ეს არ იყო ტექნიკური შეცდომა, კი ბატონო, გეუბნებით, პრობლემები არის იდენტიფიცირებული ჩვენი მხრიდან, თუმცა კომუნიკაციის ფორმები როგორი უნდა გქონდეს ამ ადამიანებთან და კიდევ უფრო ველაპარაკოთ ამ ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე, რომ საკუთარი თავი დავანახოთ ამ ბრძოლაში პირველ რიგში. ის რომ ბრძოლაში არ შემოდიან პრობლემა, ის რომ არ შემოდიან პრობლემა, ის რომ მათ შორის არჩევნებზე არ მივიდოდნენ დღეს, ეს პრობლემაა, რა თქმა უნდა და ის რომ ნაციონალურ მოძრაობას თქვენ იცით რომ 14 წელია გავერშებული ებრძვის ქართული ოცნების პროპაგანდა, გავერშებული თქვენ თავარი მისი ოპონენტი ხართ, ეს კარგია ხა. ამით რაღაცა ნუ ელოდებით რომ სიბრალულს გამოიწვევთ საზოგადოებაში და როცა ამბობთ რომ რაღაცა კომუნიკაციით პრობლემები გვაქვს იდენტიფიცირებული, მაგრამ კომუნიკაცია არ გვივარგა, ამით ვინ გიშლიდა ხელს ქართული ოცნებას, ასე ვთქვათ, არავინ არ მიშლიდა ხელს. ხელი არ შეუშლია თქვენთვის რეგიონებში ევლო და მოსახლეობაში შეხვედრებით. საუბარი, როდესაც დავიწყე, თქვი რომ ვიქნებოდი თვით კრიტიკული პირველ რიგში. თუ რამე გამოწვევა შეიქმნა ნაციონალურ მოძრაობაში, რა თქმა უნდა, მე საკუთარ თავს კი არ უკავშირებ მხოლოდ. ეს არის მოცემულობა, როდესაც შეიქმნა, რომელიც შეიქმნა 2024 წლიდან მოყოლებული და მათ შორის თქვენ იცით რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავდა ყველაზე დიდი წარმომადგენლობა საკრებულოებში, მაგრამ რადგან იყო ესეთი ქართველი ხალხის დაკვეთა, ჩვენ უარი ვთქვით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიგვეღო და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცას ვთმობთ ბრძოლაში. პირიქით, ბევრ ჩვენს თანამებრძოლს მათ შორის მოუწია საკრებულოების ყოფილწევებს მოუწიათ ფლანგზე არაპირებთ ბრძოლის დათმობას? ემიგრაციაში წასვლა. მოდი ამაზე საუბარი ძალიან ადრეა და ხო, დავასრულებ და მოკლედ დავასრულებ, ხო, ის რომ ნაციონალურ მოძრაობაში დღეს გამოწვევები არ გვიუარყვია და არც უარყოფთ. ის რომ მათ შორის ახლა საუბარი იყო რომ რაღაც თინა ბოკუჩავას დაუკავშირეს თითქოს ეს პრობლემები და გამოწვევები. მე მინდა რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფავორიტად დაასახელა მის თანამდებობაზე ნანუკა ჟორჟოლიანი. ნანუკა ჟორჟოლიანის ენერგია არის მნიშვნელოვანი. არსებული ხელმძღვანელი მაშინ არ დააყენებ საკითხს მისი ცვლილების საუბარზე. ენერგია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველასთვის გასაგებია ის რითიც მოდის ნაციონალურ მოძრაობაში და მას შეუძლია ძალიან ბევრი ახალი სახის შემოკრება მის ირგვლივ მათ შორის და ის რომ თინა ბოკუჩავას მადლობა ეკუთვნის იმის რომ ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ობიექტურად თავმჯდომარეობა მათ შორის პარტიისთვის, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა ისე რომ პარტიას არ ქონოდეს საპარლამენტო მანდატები მათ შორის საკრებულოს წევრები აღარ ყავს, ეს არის ძალიან, რა ვიცი, პოზიტიური და დადებითი მოვლენა ის რომ მადლობა უთხრათ ამ ადამიანებს და
ის რომ ჩვენ ამ მოცემულობას არ შევეგუოთ, რეფლექსირება მოვახდინოთ და ამით არ მივცეთ მავანს და ქართული ოცნების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩასაფრებულის პოზიციიდან დგომის საშუალება, კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა არის ძლიერი, ქართული ოცნება სუსტება აუცილებლად და როდესაც ნაციონალური მოძრაობა სუსტება და ამ დასუსტებაში სხვათა შორის სხვა ოპოზიციური ესე იგი წარმომადგენლებიც იღებენ ხოლმე მონაწილეობას სამწუხაროდ ქართული ოცნება სწორედ მაშინ ძლიერდება.